მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ხავს. ცენტრის მნიშვნელობის გათვალისწინებით განათლების სამინისტროს ამოცანა იყო მას მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ადამიანი გაძღოლოდა. ეკატერინე ხუციშვილის გეგმებს ხატია იუბიძე გაეცნო. 34 წლიანი გამოცდილება განათლების სფეროში. ეკატერინე ხუციშვილის პროფესიული გზა ახალ ეტაპზე გადავიდა. წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა უკვე მასწავლებლის სახლის განვითარებისკენ მიემართება. ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება იქნება ყოველთვის დაფუძნებული პატივისცემაზე, თანამშრომლობაზე, საქმეზე ვიქნებით ორიენტირებული. სამუშაოს პირველივე დღეს თანამშრომლებს შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და გაუზიარა ხედვები სამომავლო გეგმებზე. როგორც ეკატერინე ხუციშვილი განმარტავს, საკუთარი გამოცდილება აძლევს იმის საშუალებას, რომ განათლების ხარისხი უფრო გაზარდოს. მეთოდური მხარდაჭერით, დახმარებით, საჭიროების შემთხვევაში, განმარტების მიწოდებით, მუდმივი კომუნიკაცია არსებობს მასწავლებლის სახლსა და მასწავლებლებს შორის. ცენტრი სამინისტროსთან ერთად მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ კონცეფციაზე. სიახლეების შესახებ მასწავლებლები ფლობენ ინფორმაციას, უფრო მეტად გაძლიერდება მხარდაჭერის ფორმები, გამრავალფეროვნება კომუნიკაციის გზები. მასწავლებლის სახლის თანამშრომლებს სკოლების პედაგოგებთან მუდმივი კავშირი აქვთ. იქნება ეს ტრენინგები თუ ახალი მეთოდები. შესაბამისად, მათთვის პრიორიტეტული აღნიშნულ პოზიციას მრავალმხრივ გამოცდილი კადრი იკავებდეს. გვიტარდება ტრენინგები, გვაქვს საქმიანი შეხვედრები, აგრეთვე გვეგზავნება მეთოდური გზამკვლევები და აღნიშნულ სიფში მნიშვნელოვანია კომპეტენტური ხელმძღვანელობა. ის რომ ცენტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს მომავალი თაობის სწორად განვითარებაში, გივი მიქანაძეც ადასტურებს. მინისტრის განმარტებით პროფესიონალი კადრებით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია განათლების რეფორმის გატარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში. როდესაც გვაქვს ისეთი სტრუქტურული ერთეული, როგორიც არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ის წარმოდგენილი იყოს ადამიანებით, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი რანგის კომპეტენცია, რამე თუ სწორედ მათი საქმიანობით ხდება იმ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში 2086 საჯარო სკოლაში ეწევიან საგანმანათლებლო საქმიანობას და ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდაზე არიან ორიენტირებული. ვფიქრობ, რომ საუკეთესო კანდიდატურა იქნა შერჩეული ამ პოზიციისთვის. ეკატერინე ხუციშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლებს განათლების მინისტრმა გუშინ წარუდგინა.